ლიანა ასათიანი 100 ამ სახელწოდების ალბომის წარდგინება ეროვნულ სასახლეში გაიმართა. გამოცემა ლიანა ასათიანის პირად ჩანაწერებს, თორაძეების ოჯახურ არქივსა და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ფოტომასალას აერთიანებს. ალბომში ასევე შესულია მსახიობის წერილები და ინტერვიუების ფრაგმენტები. წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ხელოვანის შვილს, პიანისტ ლექსო თორაძეს. ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ეს არ არის მარტო ქალბატონ ლიანას ცხოვრების შესახებ, წიგნი მოიცავს რასაკვირველია ბატონ გუგულისაც, ლექსოსაც და ეს ის დაუვიწყარი სახელებია, რომელიც ქმნის ჩვენ თანამედროვე კულტურას და რომელიც უკვე უნდა გადავცეთ ახალგაზრდებს და მომავალ თაობას. ლიანა ასათიანი თავისი რაღაცა საოცარი გემოვნებით, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ქართველებს რაღაც გენეტიკური გემოვნება გვაქვს, ამ გენეტიკური გემოვნების გამოხატულების საუკეთესო მაგალითი იყო. თავის რაღაცა დიდებულებით არ იქნებოდა ლექსო, არ იქნებოდა გუგული თორაძის ეს შემოქმედება, რომ არა ლიანა იმ გამომცემლობამ, დიზაინერმა და ყველა შემდგენელმა და ყველა ერთად იმუშავეს და გამოვიდა ისეთი, როგორიც ლიანას ეკადრებოდა. ლიანას ძალიან მინდოდა, რომ ქონოდა ისეთი რამე, რისი ღირსიც იყო ჩემი აზრით. და ამიტომ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს წიგნი გაგვეკეთებინა.